ვერაფერს ვეღარ ვიტყვით. ჩვენ მოვედით აქ ინტერვიუს ასახებად. გამარჯობა ხალხო. როგორ გრძანდებით? მადლობთ, კარგად. რამოდენიმე შეკითხვას დავუსვათ და თუ შეიძლება რომ მივიღოთ. კი ბატონო. პირველი შეკითხვა. თქვენი სახელი გვარი და ასაკი და თქვენი სახელი გვარი და ასაკი. გალეგაშვილი ესმა 79 წლის. ოჯახური მდგომარეობა. ცხოვრობ შვილთან, შვილიშვილებთან ერთად ძალიან კარგ პირობებში. გაიხსენეთ ერთი კარგი ამბავი თქვენ ცხოვრებაში, გადაწყვეტ. კარგი ამბების გახსენება უფრო მეტისა შემიძლია, ვიდრე გლახასი. როცა მე ჩემი შვილები შემეძინა, ჩემი სიხარული მაშინ იყო პირველი და მეორე, როცა შვილიშვილი წასული ყავდა, წაყვანილი ყავდათ ვოლოგდაში და პირველად რო ჩავედი და ვნახე 2 წლის სოსო, გალეგაშვილი. აი, ეგ იყო ჩემი სიხარული. გაიხსენეთ ერთი ცუდი ამბავი თქვენი ცხოვრებიდან. ცუდი ამბები ღმერთმა მაშოროს ბევრი, მაგრამ კი გავიხსენებ ერთ-ორს, რომ ერთი ცუდი ამბავი, რომ შვილი დამეღუპა, პატარა იყო, მაგრამ მაინც 2 წლის იყო და მეორე ჩემი მეუღლე, მესამე ომი. ომს ძალიან ცუდად გავიხსენებ, რომ საფკარი დატოვებული მქონდა და გაქცეულები რომ ვიყავით. ჩემ შვილებთან ერთად. როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ ამ ქვეყანაზე კარგი სახელი დაეტოვოს? კარგი სახელი რომ დატოვო, უნდა იყო შრომელი. ეთქმა უნდა თავის უნდა იყო შრომელი, იშრომო და იცხოვრო კარგად. თავისთავად. სახელიც მაშინ ვექნებ. რაიმე სხვა არ დაამატებდით? რაიმე სხვა არ დაამატებდით? არაფერს აღარ დავამატებ, ბევრის აღარ შემიძლია ლაპარაკი. გმადლობთ ინტერვიუსთვის და სულ ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყო. კარგად ბრძანდებოდა. კარგად იყავით. თქვენ როგორც თქვით, ცუდი ამბები ღმერთმა გაშოროთ და დიდი ბოდიში რომ დრო დაგაკარგილეთ და შეგატყუხეთ. ძალიან დიდი მადლობა. ბოდიში გადაგიდეთ. დიაპრუტლეით აჰა. კარგად. ჩვენ აგად ბრძანდებოდეთ.